გავარჯობა მეგობრებო, მე გიორგი თევზაძე ვარ, ეხლა ვიმყოფებით იმენამთა წმინდაზე ვარ. თხუვაზე ხარ რა ბიჭები ამოსული. დღეს ჩვენ განვიხილავთ ორ ისეთ მანქანას, რომელიც 90-იანებში ბლატაობდა. მოდი ეს მანქანა მეორე არის 124 ჩვენი მეგობარი სანდროსი, მაგრამ ამ ვიდეოში ნახავთ ბევრ იაზვობას და ბევრ კონკურენტი მანქანის გალანძღვას რა. იმენა შევაჯდები ძმაო და იმენა არ დავუზადნავ არაფერში რა. მოვიდა ეს თესლი ეს. Здорово, ჩემი ძმა. შენი ბეხაა ბრატ? აუმარჯოსა. შენი მე ხა? რა ძრავზეა ძმა? ვაიოსებია. იქოქებათო? იქოქება დადის კიდევ. შენ ტაქსაობ? არა ძმა. გაზი ამოაგდე? ჩავაჭიროთ. დავდგეთ? ხო, თუ გენ დავდგეთ რა, პროსტა 1-2 კილომეტრზე იქამდე ვერ მოაღწევს ალბათ რა. გინდა ჯარჯ ჩაბარებაზე? ბიჭო, ბაზარი არაა ძმა. გინდა შენი მანქანა ჯარჯინა, ხო? ბევრი მეტალი უყენია, ხო ძმა? შენი მე მგონი უფრო მძიმე ჩანს, ხო? გაზის ბალონი რო გედოს უფრო მეც დაწერდა, ხო? ეს ხუმრობით იყო, ეხლა მოდი სანდრო მოგვიყევი შენ მანქანაზე, ჩვენ ზვაკაცები ვართ რა, არაფერი პირადული რა. დავაქრობ რა. მიდი ძმა, მიდი. არალდა გაზზე ყავს რა აწუწუნებს ბოზი. 1995 წლის Mercedes E-კლასი W124-იც არის ლეგენდარული მოდელი მეგობრებო. უფუჭებადი უნამუსო მანქანა და შეხედეთ პროსტა რა სილამაზე. ბრუნო საკოს შედევრი მეგობრებო. ეს ავტომობილი, რომელსაც თქვენ ახლა უყურებთ, Mercedes-ის მარკის ავტომობილი. გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ქარის შეწინააღმდეგების მონაცემის მქონე ავტომობილი, რომელიც 90-იანებში გამოდიოდა და დაჟე ამ ავტომობილსაც კი უწევდა შეწინააღმდეგება. აი, ამ მანქანას ახსნა ხო არ უნდა, აი, ამ მანქანას. ეს მანქანა არის 1993 წლის აპრილში გამოშვებული. ჩვენ ეს მანქანა გავაეგზიკუტივეთ, გამიგე? ამ მანქანას ჩვენ დავუყენეთ ყველაფერი. კომენტარებში რომ მიწერთ, აბლიცოვკა პრასტოის რაპონტი აქვს, დავაყენე. აჰა. აყენია. კარი იხსნება ჩემი ძმა. იხსნება ყველა. ხო. მერე თუ მოკლედ, ეს პროვოკატორი ხალხი არ შემიძლია რა. იმენა უნდა დამაჩეხინონ თავი, ხუაზე ხარ და იმენა კიდე კაი არ წამოვიღერკინა რა. კიდე კაი, ეს გჭივე და ეს ავტომობილი გახლავთ ორი და რაღაცა, არ ვიცით, არც ამან არ იცის, არც მე არ ვიცი, მაგრამ ჯანზე არის. რო იქოქება ფარები ვონჩართო უბრალოდ თორე ის არ დაიქოქება, პირდაპირ დენი არის. გაზი ამოვიღე. დენი არის დასმული პირდაპირ ბენზონასოს ბენზინის ტუმბოზე. გო ეგ აქვს ქარხნულად ამ მანქანას სეკრეტია. კაცად დაამოწყნული 1993 წელს რო ამ მანქანაში ჩაჯდებოდა, ფარებს დილით ვერ მოიპარავდა მანქანა. ღამე შეიძლება მოეპარა ფარები რო აინ, მაგრამ ჩემ კლეს ბიჭო ამის პატრონს ვერ უბედავდნენ რა. 1990 მე ერთი ვიცი ვიზა 13 და 90-იანებში ამ ორი მანქანის პატრონს მოპარვას ვერ უბედავდნენ, იმიტომ რომ იმას დაცვები დაყვებოდნენ, დაყვებოდა რავი, არ იყო რა, აი მაშინ პრადოები და ეგ გაზი კი დაყვებოდა რაღაცა. როგორც ხედავთ, ეს არის ორი ლეგენდარული მოდელი და ბატონი გიორგის ავტომობილი, გახლავთ გიორგი თევზაძის ლიმიტას რეპლიკა, ყველას გეცვდინებათ, მას ყავდა. ნომრები სად გაქვს? ნომრები საწაი. ჯიბი დაგვაქვთო. გიორგი თევზაძის ლიმიტას რეპლიკა, მაგრამ გიორგის ყავდა ემი, რომელიც იყო 3 და 8 მოცულობის ძრავით და ქონდა ბევრი ცხენები რა. ამას აქვს ბევრი დიდი გული. ცხენები არა აქვს მაგდენი, მაგრამ დიდი გული აქვს. არის ძალიან ლამაზი, აყენია პარალელებზე, შავ პარალელებზე, იასნად, შადოლაინები უეჭველი აქვს, ემის სარკეები და კოვრიკები აქვს ემის უეჭველი. ეკო კოვრიკები მაქვს, რომელიც აი ეს დახუმული აი. მოკლედ, მეგობრებო, სანდროც YouTube-ზე არის. გამომიწერეთ სანდრო ანთიძე აქ დაეწერება სადმე. ხო, ლუკი ხო შევძლებს მაგას. მე მინდა ორი სიტყვით გიამბოთ ამ ორი ავტომობილის სხვა ხასიათზე. როგორც ხედავთ, ვიზუალურად ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. მე გახლავთ ძალიან სპორტული. ბოდიში კლასების მიხედვით რომ გადახვიდე, ეს მანქანები არის კონკურენტები არის. ყველანაირად კონკურენტი არის ეს ორი მანქანა. ქარხნულად რომ დავაყენოთ, ქარხნულადაც ეს ორი მანქანა არის კონკურენტი, იმიტომ რომ ჩემი მანქანა არის ძარით 520 არის. და სანდროსი არის E220. 2 და 2 და 2 და 0 რა. ცხენები ერთი და იგივე აქვს ზუსტად. ერთი და იგივე აქვს, უბრალოდ სანდროს შემთხვევაში არის
4 ცილინდრი, ჩემ შემთხვევაში არის 6 ცილინდრი რა. ამ ორი ავტომობილის ხასიათით ძალიან განსხვავდება. ჩემ მეგობარს ყავს ფურგუნის E34, ცაგო მოგითხვა. ცაგო ზდაროვაზმა, რომელიც 3 დღით ვატარე ეგ მანქანა და მე პირდაპირ შედარება შემიძლია გავაკეთო, რომ რა 124 აი როგორი მანქანა, იცი დილით რო გამოდიხარ სამსახურში გინდა რომ წყნარად მიხვიდე, მთელი დღე იმენ ტვინი გიტყნას კლიენტებმა, შენი ბიზნესების თემები კონდეს, გაყიდოს შენი რაღაცა უძრავი ქონებები და სამსახურში საღამოს რომ მოდიხარ წყნარად მოგეფეროს და მოგესიამოვნოს რა. მაგრამ ეს მანქანა აი დილით რო გამოდიხარ და ყურადღების ნაკლებობა რო იგრძნოს. აი ნახე ეხა მეგეთყვი რა. ამ მანქანის პატრონი საერთოდ არ უნდა მუშაობდეს რა. ამ მანქანის პატრონი უნდა აგროვებდეს ოფშიაქს და უბნიდან უნდა ისხმეოდეს ბენზინი რა. ეს თუ იქ ვიღაცას ყავდა, ეს ან მოპარული იყო, ან რაღაცა იყო, უბნის ბიჭს თუ ეს მანქანა ყავდა, ეხლა მოგეხსენებათ ჩვენ არ ვართ ეს შარვალ კოსტუმი ტიპები რა, რომ დილით გამოვდიოდეთ სადღაც ნავთობის ბაზა მაქვს და იქიდან ბაზიდან ვიღებ ბენზინს და ჩემი თუ ხარშავ და რაღაცა 1500 ოქტანს ვიღებ რა ბენზინიდან. ეგეც თავეჭდილებას ტოვებს, რომ დილით, ანუ დგები, ტუალეტში შედიხარ, შეგაქვს ტელეფონი, გამოდიხარ, რაღაცა სუცმად რაღაცა იმას პურს დაითრევ, კალბას ჩააწყობ, გამოდიხარ, სახლის კართან უეჭველი ეგრევე უნდა გეყენოს მანქანა რა. უეჭველი. ტელეფონი ამოიღო, ვიდეოები გადაუღო და გამოხვიდე ფეხით გააგრძელო გზა. ანუ მოკლედ ამ მანქანით შენ არ უნდა ამარა შეიყო. შენ სამსახურში ვერივლი, დილით რო გახვიდე ამ მანქანით პატრონი გაქვს მოტყნული იმენა რა. იმ შემთხვევაში ვიძახ, ეხა შენ თუ ვიღაცას, ანუ ისე ყავს აწყობილი რომ მე ეს მანქანა ყოველდღიურად მინდა, რომ ეს მანქანით წავიდე დილით სამსახურში, ეგეც შეიძლება რა. უბრალოდ მე ვიძახი კონკრეტულად ამ მანქანაზე რა. ამაზე ლუკი. იმაზე არ, ამაზე. ანუ ეგ არის რა, ძალიან განსხვავდება ამ ორი მანქანის პატრონი. მე მაგალითად აი სიმპათიური რაღაც ცოტა მოხოდილი ბიჭია, ეს როგორც ხედავთ ხო ხდებით. Здорово, ჩემი ძმა, ბრატ, კაგზელა ბრატ, очень хорошо сосио. მოდი ახლა ვილაპარაკოთ ამ მანქანების ფანებზე. მე მაღიზიანებს ჩვენში რომ დარჩეს რა, სანდრი არ გეწყინოს ხო? აი, ბაბუხტო. ამ მანქანის პატრონი რა შუაში ამ მანქანის პატრონის ხელთქან. ამ მანქანის ფანები და ამ მანქანის ფანებიც არიან, რავი, რამოდენიმე ტიპის ფანი არის რა მანქანა. კი, მაგრამ განსხვავდებიან ძალიან. კი, განსხვავდებიან არა. ორივე ერთი ტიპი არის, იმიტომ რომ ამასაც ყავს ეგ ტიპი, ამასაც ყავს ეგ ტიპი. ამას ყავს ის ტიპი, რომ ამას უფრო მეტი ისეთი ფანი ყავს, აი დაბუა კაცი და რაღაც. კი, სტარიკები რა ძირითადად. ამასაც ყავს, მაგრამ ნაკლებად ყავს. ნაკლებად და უფრო მეტი ახალგაზრდები რა. სხვათა შორის მე მინდა ჩავთო, რომ ცხონებული გიორგი თევზაძეს დამსახურება არის, რომ ეს ავტომობილი ესეთი ლეგენდარული გახდა. იმიტომ რომ მისი ვიდეოები არის მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ვიდეოები, რაც შეეხებოდა არალეგალურ დრიფტს და ქუჩაში რისკიანად სიარულს და მისი სახელით ეს ავტომობილი გახდა ლეგენდარული. აქედან გამომდინარე, ფან-ბეისი ყავს უფრო ახალგაზრდა ამ ავტომობილს ვიდრე ამას. მე რო შედარება გავაკეთო, ამ ავტომობილით ჩემი მანქანით თორსა დავდივარ ხოლმე, ძირითადად 30 და 40 პლუსი ადამიანები მიკეთებენ ხოლმე კომენტარს, რომ რა კარი მოგილული ყავს და ასე შემდეგ. ამ ავტომობილზე კიდე ბავშვები რო დაინახავენ ხოლმე, 17-16 წლის ბავშვები გაგიჟდებიან ხოლმე ეგრე. იმედია ეგ ჟესტიკულაცია ჩემზე არა და მანქანაზე. ანუ შეიძლება ვკაიფობდეთ ერთმანეთის მანქანებზე, მაგრამ სანდროსთან რამდენჯერად ჩავჯდარ ვარ, მithქვი, ანუ ზარულომ რომ ჯდარ ვარ რა, საჭესთან, ქართულად ვიმეთყვალოთ ცოტა. მithქვია რომ რა კარგად დადის, რა რბილად დადის ხო იყო ეგ? კი, ნამდვილად, ვადასტურებთ. მე რამდენი ჩავჯდა ვარ ამ მანქანაში. ყოველთვის მუღამი გამჩნია რომ მიდი ძმა, მიაჭირე ძმა, მეორე გატენე, მიდი ჩააძაღლე. ანუ ეგეთი სიტუაცია არის. მოკლედ, ფანებო მოგიწოდებთ, შენ თუ 124 მოგწონს. მოდი რა, ნუ შემცემ რა ბოზი ვიყო. აი იმენა მაგარი ყალეზე მკიდია. შენ რასაც მებაზრები ბიჭო? აი იმენა დაწმინდაზე ვარ, თქვენ ჩავალ და დაგელოდეთ იმასში. ფანები ვინც ხართ, ანუ აი 124 რაყალე მანქანა და აი საბერია ტაქსის მანქანა. ბიჭო, არ მაინტერესებს ძმა. დაჟე აი ჩამოყალიბებული ადამიანებიც არიან, რომ ანუ 124 ტაქსის მანქანა, ბიჭო რა ტაქსი შეხედე, რა ვიძეა და რა ტაქსი, ჩემი კარგი მოტო. რა ტაქსი და მე ბიჭო ვიღაცა გამომიხტება და დამიწყებს, რომ აი შენ BMW-შნიკი ხარო და ისა ხარო, რა BMW-შნიკი ვარ. ეხლა რომ მე ფული მქონდეს, ერთ კაი 124-საც მოვარტყავდი რა. ბაზარი არა, ძმაო, იგივეს ვიტყვი 34-ზე. ანუ მოკლედ, რისი თქმა მინდა. 34-ის ფანები ვინც ხართ, მოდი შევეშვათ რა ეს 124-ის რაღაცეებს. დაჟე აი BMW-ის ფანები ვინც ხართ,
Mercedes-ის ფანებს. ბიჭო, შეიძლება მე მერჩივნოს რაღაც კონკრეტული მოდელი, ახლა ამ ორიდან რო შეადარო რა, მე შეიძლება E34 მერჩივნოს. ანუ მაგალითად რო ავიღოთ ახალი S-კლასი ავიღოთ და Samsung შეიძლება S-კლასი მერჩივნო. მეხუთე სერია ახალი რო ავიღოთ, ანუ F10-ის ბოზიდე დამოვყან იმენა 212 მირჩევნია მილიარდი. არა ეს იაღოველი რა. ბიჭო, მე თუ ანუ რაღაცა მანქანაში ძალიან ჩაწოლილი ვარ, აი ეს ხელი მაგ გადმოგდებული და ღამე შავი სათვალეებით მოძრავ, მაშინ ვღადაობ ძმა. ეგეთი არ ვარ. იმენა ვღადაობ რა. თან ისიცაა რომ ახლა 34-ში ზიხარ და ბიჭო ღამე პროსტა ტეხავს რომ რაღაცა ისე იჯდე რა. ბიჭო, მე მინდა კიდე ერთი რაღაც ვახსენო მეგობრებო, Mercedes ფანებს ეხება და ზოგადად რა ავტომოყორულებს ეხება რომ BMW-ზე არის ერთი მითი ქვია მაგას რომ BMW ფუჭდება. კალიფერნიის პატრონი რომ Mercedes-აც ყავდეს, Mercedes-იც გაფუჭდება. ეგეც მართალია ძმაო, ეგეც მართალია. მე ესეთ რაღაცა ჩამოვყალებ. Mercedes-ი არის 140 წელია უკვე რაც დაარსდა რა. BMW არ არის ეგეთი დიდი ხანია რაც დაარსდა. პირველი ავტომობილი არის ვაფშე მსოფლიოში Mercedes-ი რა და მათ აქვთ გამოსტილი BMW თვითფრინავი. კი, იციან რა და როგორ გაეკეთებინათ და BMW ძალიან მაგრად ამოქაჩა 1900 როდის დაარსდა 40-იანებში არ დაარსდა. ავი ამის შემქმნელი. ნუ მოკლედ რა მნიშვნელობა აქვს რა ბევრად ცოტა ხანია რაც დაარსებულია BMW, მაგრამ იმდენად ინოვაციური რაღაცეები გააკეთეს და იმდენ რაღაც გამოიგონეს ავტომობილებში, რაც ბევრმა ვერ შეძლო, რომელიც უფრო დიდი ხანია არიან და მე ერთი იმას ვიძახი, რომ უბრალოდ BMW-ს ისეთი ჭკვიანური რაღაცეები ქონდა გაკეთებული თავისი ისტორიაში, რომ უბრალოდ იმას აღარ ურთავდნენ, როგორ შეიძლებოდა რომ გამძლე ყოფილიყო. უბრალოდ იმათთვის თავი მნიშვნელოვანი იყო, რომ კლიენტი რო იყიდა 5 წელი მაგრა ესიამონა და ყველა ეგრე არის. ეხლა რო ვკითხოთ ხალხს, ვისაც პირველ მანქანად ყავდათ ეს BMW-ები, E34, E16, E18, გეტყვიან რომ ეს იყო სოფლიოში ყველაზე მაგარი გამოცდილება რა. მე ძმა Mercedes-ში არასდროს არ ჩავჭდები რა. კაროჩი, რამდენი არ უნდა ვილაპარაკო BMW-შნიკები მაინც უცმახებია რა, კაროჩი. ბიჭო, აი როგორი ტიპია იცი 124? აი შეხედე შეაგნებინებ რამეს ან ამას. ბიჭო, აი მე და ტიპი გიყურებს და გეუბნება შეში ხوار გაკოჭე. წეხა ρε ბიჭებს რა იმენა. მიკეთია რა. და მე ეს გიყურებს. ბიჭო, მე ეს გიყურებს აქედან დიპლომატიურად როგორ ახსენებათო? ნო, აბა ერთი რაღაც საბუთები. გამოდებულია ქიგლიაში ტყავის ჩანთან და დარბის იტოქში რაღაც ადვოკატებთან იტოქში. აი ეს მანქანა ვარგა. მეგობრებო, ეხლა გადავიდეთ სხვა თემაზე. სანდრო, შენ რატო იყიდე ეს მანქანა? ადლობა ბატონო გიორგი, კითხვის დასმისვლის. მოკლედ ეს ავტომობილი შევიძინე დაახლოებით 3 წელიწად-ნახევრის წინ Instagram-ზე და ინტერნეტში ვხდებოდა ხოლმე 124-ის და 190-ის ვიდეოები რა. ძალიან მომწონდა ამის ოთხკუთხედური ვიდეო. აი ნებისმიერი მანქანა, რომელიც ოთხკუთხედურ ვიზუალზე არის, ძველები, ძალიან მომწონს. და ეთ დაახლოებით რაღაც 7 თვე, 8 თვე ვეძებდი კონკრეტულად 124-ს, მე რომ ვისწავლე გარჩევა 190-ის და 124-ის. მხოლოდ იმიტომ რომ ვიზუალი მომწონდა ძალიან. არც შემოჯახში არ ყოლია არავის ძველებური მანქანა. დაჟე Mercedes-იც ძალიან იშვიათი იყო, ერთხელ ყავდა CLK, ისიც ძალიან პატარაობაში და ესე პროსტა არსაიდან მომინდა რომ ეს ავტომობილი მეყიდა რა. ყიდვის დღიდან მივხვდი რომ რაღაც სწორი გავაკეთე იმ კუთხით, რომ ამ ავტომობილთან დავამყარე ურთიერთობა, რასაც ქვია. ანუ თვითონ მეუნება თავის ტკივილს, მე ვეუნები ჩემ ტკივილს და ერთმანეთს რო ვუზიარებთ, ამითი გვეხსნება ჩვენი ტკივილები რა. გავგაბობით. ეხა მე ვიტყვი მეგობრებო, მე ამ მანქანა უკან დამხია. აი ეხლა ვხვდები რომ არასწორი გადაწყვეტილება გავაკეთე, მაგრამ მე აი ეხლა ვხვდები რომ არასწორი გავაკეთე, მაგრამ აი ესე რომ ტრიალდები და რო უყურებ, კიდე კაი ვიყიდე რა. აი ეგეთი მანქანა არის რა. ანუ ამ მანქანას სწორ გზაზე დამაყენა, გავუგეთ ერთმანეთს, ვერ გავუგეთ ვაფშე. ეს ვაფშე სხვაგანაა. მე ვაფშე სხვაგანა ვარ. მე მინდა რომ ამ ფრთები გამოისხას, აქედან რომ დავუწევი პირდაპირ ჩავფრინდა ეხლა, მაგრამ ეს ვერ იზობს მაგას რა. პოლიცია ჩვენი ძმები, ჩვენი მეგობრები. ჩვენები. კიდე კაი დიდი. არც ერთი გადაღება არ ყოფილა რომ პოლიცია არ დაგვიწყდა. ჩვენ არაფერი სერიალი მეგობრებო. და ბიჭო, მე ძმა Mercedes-ში არასდროს არ ჩავჭდები რა. გამოგვიწერეთ, მეც გამომიწერეთ და სანდროს გამოიწერეთ. ანუ მე თუ მიყურებთ სანდროს არხიც და გაინტერესებთ აუცილებლად, იმიტომ რომ ცით მეც მიწერთ რომ აი ვლოგები და რო აკეთებ მანქანას და ეგენი გადაიღე. ვერ წავართ მე რა კონტენტს რა, იმიტომ რომ შეიძლება სანდროს არხზე მოხდეს ჩემი მანქანა, როცა რაღაცას ვაკეთებ, როცა რაღაცას ვცვლით. ანუ ეგ არის სანდროსთან ვიღაცა
ყლეხელოსანთან ყავდათ მანქანა დატოვებული, მე მიდის ორი ბიჭი, 3 დღეში გაგიკეთებ, მე ესენი მოდიან, მე ისევ მიდიან, აუ არა ძმაო, დიდი პაპა გარდამეცვალა, მე ესენი მოდიან, ისევ მე 3 დღეში მიდიან, ისევ მე ისევ აუ ჩემი ცოლი თუდათ ესენი მე ისევ მიდიან, გააკეთე? ეს უნდა არა, არ ვიცი. სანდროს არხზე დევს ვლოგები მანქანების გაკეთება. სხვა შეს გერმანიაში ვიყავით მეგობრებო, მოვინახოთ BMW-ს მუზეუმი, Mercedes მუზეუმი. ხო, 120-და. თუ მოგეწოლებათ, რა თქმა უნდა, გადადით და გამოიწერეთ, ჩვენ თუ მოგწონ ვართ. გამოიწერეთ, თუ არ მოგწონ ვართ, არც ეგ არ მადარდებს, რა ვიცი, რა ერთი კაცი არ. ყველას ვერ მოეწონები, რა გივიშ, რა. ო, იასნა, ეგრე არის, ადუში რა. ხა გავივლით ორივეს მანქანით და შეაფასეთ თქვენ და აი გამოჩნდება აგრესიული რომელია სოლიდური, როგორ რბილად და წავიდეთ რა, ჩემი წავიდეთ თუ შენი წავიდეთ. წამოხა შენი წავიდეთ. გადმოვინაცვლეთ სალონში, გავიაროთ რეაქცია. სანდრო, ხომ მოგწონს ეს სარკელელას კამი? ნამდვილად ქანაობს, ძალიან კარგად. ტენიდან გვიღებენ, ცოტა ეს ხმაური იქნება. მაგრამ შუშას შაუწავლო არ დაიორთ. ნელა. აი ეს რეაქცია გეუზოთ რა. იმენა იგძნობა რომ რაღაცა უბიცაში ზიხარ რა. პოლიციის კი არ ქვეშინია. ნელა. ვაჰ, ჩემისა აგოლ. მერა რეაქცია. სანდრო ეს არის რა, ეს შევანქარა შეუძლია. არა, ეს ნამდვილად არ შეუძლია ჩემაქარას. ბაზარი არ არის და სხვათა შორის არც უნდა მოთხოვო ჩემაქარას ეგეთ რაღაცების გაკეთება. ეს არის საერთოდ სხვანაირი სტილის და სხვანაირი ხასიათის მანქანა რა. აქ გვაქვს ხელის მოსაკიდი შეგიძლია მოვიდოთ. G-Class როგორც აქვს, გეცოდინებათ მეგობრებო. G-Class-იც ხო ძალიან პრესტიჟული მანქანაა. მოკლედ, ABS-ი არ გვემუშავებს. კიდევ ბევრი რამე არ გვემუშავებს. ნელა. კაი. უზი. გაბონი დავაგეთ. მენა გადავიკლიზი. აი ეს არის სანდრო 34-ის შეგრძნება და რა მოგამით ხავს ეს მანქანა რა. აი სხვა ისე არაფერი არ არის. რაც შეიძლება რომ მოგწონდეს. ანუ მანერაც რაღაცნაირი ახლა ხედავ როგორ გრაგუნობს და ყურადღებას არ ვაქცევ, იმიტომ რომ ეს მანქანა არ მყავს ყოველდღიურად. ამიტომ რაც მყავს ის არის რა. რა გაბრაზებს რა თითქოს რა იმენა რაღაც ხასიათზე გაყენებს რა ვერ დაწყნარდები რა რეალურად რა. ან სანამ ბოლომდე რაღაცა არ ფუჭდება. ვერ მივდივარ ხელოსანთან რა. ძალიან უნდა მოვიცალო მაშინ რომ მივიდე. ოუჩი. სანდრო, ესეთი იყო 34. მოგეწონა. კი, კაი. ძღოლიც ნამდვილად შეუძლია. კოლაბორაციული ჩამორთმევა ხელის. წავედით ეხა 124 გავიაროთ მეგობრებო. ეხა გავიაროთ 120. და განახებთ როგორი სიმშვიდეა. მე ლისიჩკით მე F30-ით წმაო, მე პოლიციის მანქანას გავაძრობთ იმით გავიაროთ. მოვინაცვლეთ, შეაინახე როგორი სოლიდური ტიპი არის. ეხლა რა გვილად არის ჩემთან შედარებით 2025 წელს მანქანა არის. მოკლედ მეგობრებო, ეს ავტომობილი გახლავთ ბევრად სხვანაირი ხასიათის. ავტომობილში არც აზოს არ მოგინდება რომ აგრესიულად ატარო, სპორტულად ატარო, მოსახვეში შეხვიდე, ზანოსი გააკეთო. გამომდინარე იქიდან რომ ავტომობილის გამოშვების დროს 100% კონცენტრაცია გახლავდათ კომფორტზე
და გამძლეობაზე. აქ სპორტულობა არავის არ ჩაურთავს, თუ არ ჩავთვლით E60 AMG მოდელს და E500 მოდელს. აქედან გამომდინარე ავტომობილი გახლავთ საკმაოდ კომფორტული სიარულში, ყოველდღიურად არ გაწვალებს. აქვს ისეთი კომფორტი, რომ არ დაგჭირდება პირდაპირ ხელმისაწვდომია ყველაფერი რა. კონდიციონერი გინდა, რაღაც აქ ჩართავ, გათბობა გინდა, ეს გინდა, უკან განათება გინდა, ეგრევე აქედან თავ. ყველაფერი გააქვს, პადგამონკების გადაგდება. ყველაფერი კარგი. ახლა ხელით უნდა წამოვაყენო ეს პადგამონკები. ხო. მოკლედ რა თქმა უნდა კომფორტი ახლა არის. იმიტომ რომ დავჯექი სიდენიაზე ვზივარ, არ ვხენაო. ბილად ვზივარ, მაგრამ აი იგრძნობა რომ პრუჟინები არის ეგრევე. მალევე იწყება პრუჟინები. ანუ ელემენტარული ამ ავტომობილს როგორც შეიძლება მიხვდე ის რომ ზედმეტად გადატენილია ინჟინრული იდეები შუშის საწმენდი რეზინაც არის ერთი ცალი რომელსაც აქვს მექანიზმი ბოლოებში კუთხეებში ზევით ამოდის და აი ამ თავში ქვევით ჩამოდის რა იმიტომ რომ თლიანი მას ეხოს რა მოკლედ აია კომფორტი კი გავიარეთ მაიმუნობის გარეშე რაღაცა ცოტა შვიდად წყნარად კომფორტულად ანუ ზედმეტ ხმებიც არის მის რა მანქანაში ჩუმად ლაღა წყნარად არაფერი პრობლემა ჩემთან ამორტიზატორები ხდება ელასტიური კომერდები ხოლმე მე ისინი ჩავდეს ანისტრიებს ჩავდეს 90-იანებში ეს მანქანა იყო მეფე პატარძლის მანქანა ჩემი მშობლები 124-ის იყო ხორცილი. ხორცლა? ვაა, საო. ხორცილი არის მაყარი ძმა, BMW-ის გარეშე იქა. ხორცილი ვინმეს თუ გაქვს დაგპატიჟეთ მარტო მაყარში. არ გვინდა ჭამა არავშია ძმა. აი ეს პატარა სარკე ეს გძელი სარკე. ეს არ გულაპარაკე, იმიტომ რომ მე მაგარი ხლაზე მგიდია. BMW-ს ფანებში მენა ცალი პატარა სარკე, ჯერო იქ სარკე, ისე მკიდია ძმაულის ბირამ ჩანდა. შეხს ვაფშე რო ყენია, ხონა. და არც ის ამიყენი. უკან ეგეც არ გიყენა ხო ზარი რა. მეგობრებო, დაიმთხვა ეს კაი ამინდია, ეხა ჩვენთვის მადლობა რომ ერთო რომ ზონა გავხსნი. ნუ ეხა ჩემთვის დიდი მადლობა რა, გინდის იმას, გინდა არის იმას ივე და ერთი ხუია. მოკლედ მეგობრებო, ჩვენი ვიდეო დასასრულს მივუახლოვდა. იმედია მოგეწონათ ეს ვიდეო და ლამაზი კადრები ვეცადეთ რომ გადაგვეღო და თქვენ რო გვიწერდით რომ აი რაღაცა გვაკლიაო, აი პეციე იყო ეხლა ეს გავლა გამოვლები რაღაცა მარილის მოყრასავი შეიძლება მარილი აკლა კაკრას ზუსტად იმენა მოვაყარეთ რა. გვინდოდა რომ მაქსიმალურად მთელი გულით გადაგვეღო ეს ვიდეო რა. სანამ დავიშლებით, მოდი სად იდგა BMW ნახოთ. მოკლედ BMW ატყობთ რომ აქ BMW იყო გაჩერებული. ჩას. აი მე აქაც იყო. აქ იდგა Mercedes. არაფერი არ არის გაჟონილი, ერთი მძღნერია აქ. მოკლედ აი ესა რა ამას იძახიან, მაგრამ ეს არ არის მანქანის ბრალი, ეს არის პატრონის ბრალი. იმიტომ რომ ფინანსები არ გუწყობს ხელს რომ ეს მანქანა ისეთ გემოზე გყავდეს რომ აი ესეთი რაღაცები არ გაუვიდეს. ჩემით კიდე რომ ჩალიჩობ მეზარება უკვე. იმდენივე ჩალიჩე და ამის დედას არ შევეცი რომ შეეღვეკლა თავი. დუში. ნახვამდის, აბა ადუში ბრატ. ნაკოცეთ გამოგვიწერეთ. 1000 გამომწერზე. იქნება კაი რაღაც იქნება და დაელოდეთ ამას რა. სურპრიზი იქნება იმენა გამხიარულდებით ყველა რა.